მადლობა. მადლობა პასკალს და მადლობა სუხთი ფორუმს და პანელისტებს. ძალიან მოკლედ შევეცდები. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ სამყაროში, როდესაც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ისინი ხშირად მათ უსურთ ყოველ შემთხვევაში გამოიყენონ მათ ახლოს მდებარე რეგიონები ჩართონ და ერთმანეთთან ასე პროქსი, ესე ვთქვათ, აი როგორც თავიანთი პროქსი, ანუ ერთმანეთს ეომებიან და ებრძვიან და ესე იგი მათ ნაცვლად უნდათ თავიანთი ასე ვთქვათ რეგიონებს მეზობლები და სხვა პატარა სახელმწიფოები აომონ, აბრძოლონ თავიანთ ნაცვლად და ამ შესანიშნავი მაგალითი კლასიკური მაგალითი არის უკრაინა. მას უკრაინას აქვს ძალიან ისეთი სადაო ისტორია. აშშ-ს ეს იდეა მე ჩემი წაკითხულიდან გამომდინარე ვამბობ, რომ 1990-იან წლებში უკვე ჰქონდა ეს იდეა და თქვენ წარმოგიდგენთ, უფრო მანამდეც ჰქონდა ეს იდეა უკრაინის 1940-იან წლებში, რომ თუ აშშ პოლიტიკურ ძალაუფლებას მოიპოვებდა განსაკუთრებით სამხედრო ყოფნას თავისას აღმოსავლეთ ევროპაში და უკრაინაში ის იქნებოდა აი რაღაცა მუცელში დარტყმა მისი მთავარი კონკურენტისთვის, ანუ საბჭოთა კავშირისთვის, ხოლო შემდეგ რუსეთისთვის. So in my understanding Ukraine was already in ანუ უკრაინა გეგმაში იყო ამერიკელი სტრატეგოსების უკვე ჯერ კიდევ 1940-იან წლებში განიხილებოდა როგორც ინსტრუმენტი საბჭოთა კავშირის დასასუსტებლად და შემდეგ 1991 წელს უკვე ბევრად უკვე ასე ვთქვათ ჩაავლო ხელი ამერიკამ მას ისე ბევრად უფრო ენერგიულად და დაიწყო ამ მიზნით გამოიყენა და დაიწყო მისი კონკურენტის, ანუ რუსეთის დასუსტება უკრაინის მეშვეობით. ეს პირდაპირ წერიას ვიგნევ ბჟეჟინსკის ნაწერებში, რომელიც გახდათ მთავარი სტრატეგოსი და მოაზროვნე ტვინი, ასე ვთქვათ, ის გახდათ პრეზიდენტ კარტერის ეროვნული მრჩეველი. შემდეგ 90-იან წლებში ძალიან გავლენიანი მრჩეველი ვაშინგტონში 97 წლის წიგნში დიდი საჭადრაკო დაფა და ასევე Foreign Affairs გაზეთში პირდაპირ თქვა, რომ უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი და შესაბამისად უნდა გახდეს აი თავად დასაყრდენი ამერიკის ძალების ევრაზიაში, რაც პირდაპირ არის კავშირში, ესე იგი რუსეთის ძალაუფლების დაკარგვასთან შესაძლებლობასთან ევრაზიის რეგიონში. ასე რომ აი ეს ბუნიკის როლს ასრულებდა რა, ბუნიკე წვეთს რო დაამაგრებ ისარზე. ანუ ბუნიკის როლი უკრაინისა ჯერ კიდევ 1940-იან წლებში იყო განსაზღვრული აშშ-ის მიერ და სამწუხაროდ და ტრაგიკულად და ჩემი აზრით ძალიან სრულიად თავიდან აცილებადი იყო უკრაინა გახდა ღია ბრძოლის ველი და ეს არის ახლა აი საიტი, სადაც ხდება საშინელი ომი ყოველდღიურად. ეს გამოიწვია, ესე ვთქვათ, დაიწყო, ესე ვთქვათ, 2014 წელს ხელისუფლების ჩამოგდებით, როდესაც აი ამერიკამ ჩამოაგდო უკრაინის ხელისუფლება და ესე იგი დაიწყო ნატოს გაფართოება. აი ეს არის აი ორი სუპერ ძალა ერთმანეთს რო ებრძვით, ორი სუპერ სახელმწიფო და იმათ შორის მოჭყლეტვის აი კლასიკური მაგალითი. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ სამხრეთ კავკასია ამერიკელების აზრით ამერიკელებმა დიდად ისინი ვერ ეკევიან ეს გეოგრაფიაში, მაგრამ მათ გაიგეს, რომ სამხრეთ კავკასია არსებობს და თურმე შესაძლებელია ასეთივე, ესე იგი მათ როლი მიაკუთვნონ და ამერიკას შეიძლება თავისი ეს რა კაი ადგილი ყოფილა, სადაც შეიძლება ამერიკას ჰქონდეს ახალი დასაყრდენი და კიდევ ერთხელ აქტიური, ესე იგი ჩვენი ყოფნა
ესე იგი მოვათავსოთ აი ამ ტერიტორიაზე და გავაკეთოთ ის, რაც უკრაინაშია. ეს არის სამწუხაროდ სამხრეთ კავკასიაც არის ამერიკელების აზროვნებაში ასეთი ფუნქციის მატარებელი. და ეს ყველაფერი და ჩვენ ხედავთ ესე იგი მეთოდები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს, რაც უკრაინაში ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებს ამერიკა აქ 1991 წლის 91 წლის შემდეგ დაიწყო სფერადი რევოლუციები და ამერიკამ დაიწყო თავისი ჩანაფიქრის განხორციელება მათ შორის როგორ საქართველოს შეუერთდებოდა ნატოს, ისევ როგორც უკრაინა და როგორ შეუერთდა ისეც შეუერთდება შეიძლება საქართველოს კიდევ ერთხელ მე უბრალოდ იმის თქვა მინდოდა ამითი რომ ამერიკას დიდი ხანია ქონდა ეს იდეა უკრაინის შეტაკებისა რუსეთთან და ანუ ეს არ არის ახალი ჩვენ ეს ასეთი რეგიონებია სამხრეთ კავკასიას ახლო აღმოსავლეთი ასეთი რეგიონები არის რომელსაც იყენებს შესატაკებლად და აი ეს თქვია დიდი საჭადრაკო დაფა, მაგრამ ეს არაფერი თამაში სინამდვილეში არ არის, ეს არ ემსახურება მოსახლეობის რაიმე კეთილდღეობას. ეს არაფერი, ეს არის დიდი სუპერ ძალები ტესტავენ თავიანთ ძალებს პატარა იმაზე, პატარა ქვეყნებზე და სხვა ტერიტორიებზე და სხვა რეგიონების მეშვეობით. ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ არსებობს პოლიტიკური გამოსავლები, გეოგრაფიული გამოსავლები და ყველაზე მათ შორის ისეთი თვალსაჩინო არის ნეიტრალიტეტი, როდესაც ეს საჯილდაო რეგიონი ნეიტრალობას ინარჩუნებს ორივე ესე ვთქვათ აი ამ მებრძოლი მხარეების მიმართ. რათა არც ერთ მხარეს არ ჩაერთონ რომ მეორე არ გათელოს ან ორივე ერთად ფეხქვეშ არ გათელოს. ეს 2000 წლიანი გეოპოლიტიკის ისტორია გვეუბნება და გვასწავლის ჩვენ ამ გაკვეთილს და შესაძლებელია ამის მიღწევა და საუკეთესო მაგალითად მე მიყვარს ეს მაგალითი ამის დასახელება ეს გახლავთ ნეიტრალიტეტი რომელიც ავსტრიაში 1955 წელს რო შეიქმნა და ესე ვთქვათ მას ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირმა და აჩვენა რომ ავსტრია შეიძლება ყოფილიყო ნეიტრალური ქვეყანა ნატოს და ნატოსა და ვარშავის პაქტს შორის ანუ ავსტრია არ შეუერთდა არც ერთ მხარეს, არც ნატოს და არც საბჭოთა კავშირს და დარჩა უსაფრთხოდ. ეს გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიელებმა 1955 წელს საბჭოთა კავშირთან ერთად იმ იმედით რომ საბჭოთა საოკუპაციო ძალები გავიდოდნენ ავსტრიიდან ეს შეთანხმება შედგა ნეიტრალიტეტი დამყარდა როგორც ავსტრიის პრინციპი გამოცხადდა და ფაქტი არის რომ ავსტრია აღარ შეუწუხებიათ არც ერთ მხარეს არც ნატოს და არც საბჭოთა კავშირს და ეს ნეიტრალიტეტმა დაიცვა ავსტრიის სახელმწიფო ეს ერთია თორე უამრავი სხვა მაგალითია და ანუ ნამდვილად ეს არის ისტორიულად დადასტურებული ესე იგი მუშაობს რაც მუშაობს აი მაგალითად საბჭოთა კავშირის უნდა გერმანიის ნეიტრალიტეტი არ გამოვიდა მაგრამ ესე ვთქვათ ბოლოს ესე გამოვიდა ანუ ამერიკა არ იღებდა ამ ნეიტრალიტეტს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილის და სანაცვლოდ ბოლოს ცნო ნეიტრალიტეტი ანუ აღმოსავლეთ გერმანიის ნეიტრალიტეტი მაგრამ სამაგიეროდ შეიყვანა ნატოში დასავლეთ გერმანია ჩვენ დღეს გვყავს დიდი სახელმწიფოები რუსეთი ამერიკა და მე ვიტყოდი ასევე მე ვამტკიცებ რომ ინდოეთიც იმიტომ რომ ეს არის ბირთვული სახელმწიფო და ძალიან დიდი მოსახლეობის დიდი რაოდენობით მოსახლეობის მქონე და ასევე მესამე ეკონომიკა მსოფლიოში ჩემი აზრით
ნომერ პირველი რიგის, ესე ვთქვათ, მიზანი ახლა არის, რომ აი ამ დიდ სახელმწიფოებს შორის რამენერად თავიდან აცილებული იქნას ომი და თანაც ბირთვული ომი. ახლა ამ სიტუაციაში პატარა სახელმწიფოების ნომერ პირველი მიზანია, რომ არ მოხვდნენ აი ამ ჭყლეტაში. მე ამ ვეძახი უსაფრთხოების სფეროებში გადავიდნენ და არა გავლენის სფეროში. გესმით? ანუ გავლენის სფეროები ხო არის და გამოვიდნენ. ანუ ისე უნდა მოახერხონ პატარა სახელმწიფოებმა, რომ უსაფრთხოების სფეროში გადავიდნენ და არა გავლენის ვიღაცის გავლენის სფეროში. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ რუსეთს აქვს უფლება, რომ არ ყავდეს ნატო უკრაინაში და საქართველოში. საშიშს აქვს უფლება არ ყავდეს რუსეთის ბაზები მექსიკაში, კუბაში, კანადაში. და ჩინეთსაც აქვს უფლება არ ყავდეს ამერიკა ტაივანში. ეს არის უფლებები, რომლებიც უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას და დიახ, დიდ სახელმწიფოებს აქვს უფლება, რომ არ ყავდეს სხვა დიდი სახელმწიფოები წარმოდგენილი თავის სამეზობლოში და არ ყავდეს დაპირისპირებულად, ესე ვთქვათ, ეს დიდი ანუ ომში ჩართვის დაპირისპირებულად ეს დიდი სახელმწიფოები. და Ukraine can absolutely be a neutral country. უკრაინას ხო, ნუ აი უკრაინის ნაირ ქვეყნებს, საქართველოს ნაირ ქვეყნებს აქვთ უფლება იყოს ნეიტრალიტეტი და შემდეგ უკვე დიდ სახელმწიფოებს გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ დაიცვან ამ პატარა ქვეყნების ნეიტრალიტეტი და არ ჩაერიონ, ესე ვთქვათ, არ ეცადონ მათ მიმხრობას და მათ ესე ვთქვათ მიერთებას. აი ამ პატარა ქვეყნებს აი ამ პირობებში ასეთ პირობებში ექნებათ უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარების და აყვავების შესაძლებლობა. მე ძალიან ვწუხარ, რომ ევროპა ერევა ცხვირს ყოფს, აი პირდაპირ ასე მედლინგს, აი ცხვირის ჩაყოფა, ცხვირს ყოფს აი ამ საქმეებში ძალიან სახიფათო თამაში და აი ეს ევროკავშირის ეხლანდელი მცდელობები სამხრეთ კავკასიაში რაღაცა არ შეიძლება ასეთი თამაშების თამაში და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, რომ შეინარჩუნონ მშვიდობა და უსაფრთხოება. პასკალს დავუბრუნდები ისევ